თბილისის ვიცე-მერი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ უკანონოს უწოდებს. სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ ის ვიცე-მერის თანამდებობაზე რჩება და განმარტავს, რომ კანონის მიხედვით ქალაქის მერი ისევ გიგი უგულავაა. ელისო ჯარიაშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს. ელისო, გისმენთ. პროცედურულად ვინაიდან გააჩნია ქალაქ თბილისის მერს აპელაციის უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ ამ უფლებით ისარგებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მე ვასრულებ თუ არა მერის მოვალეობას. დღესდღეობით მე ვარ ვიცე-მერი პირველი მოადგილე ქალაქ თბილისის მერის. რაც შეეხება ბატონ გიგი უგულავას მიმართ ახალი ბრალდებების გამოცხობას, ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური დევნის გარდა გზის გაწმენდა თავიანთი კანდიდატისათვის, ასეთი ბრალდებებით და ხელოვნურად გზიდან ჩამოშორებით კონკურენტების თავიანთი კანდიდატი შეუძლიათ თბილისის მერად კი არა საქართველოს დედოფლად აირჩიონ. ან მის საქართველოს აირჩიონ. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით წავიკითხე რა ყველა ის მუხლი, რომელიც შეეხება როგორც გადაყენებას და შეჩერებას უფლებამოსილებისას, ვერანაირად ვერ გამოიტანო დასკვნას, რომ რაიმე უფლება ვინმეს გააჩნია პირდაპირ არჩეული მერის მიმართ უფლებამოსილების შეჩერების. მას შეუჩერეს უფლებამოსილება როგორც ჩვეულებრივ თანამშრომელს. და ზემდგომ ორგანოს უნდა განეხორციელებია ეს. მას ზემდგომი ორგანო არ ყავს, მის ზემდგომ ორგანო არის თბილისის მოსახლეობა, რომელმაც იგი აირჩია. ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის უკანონო და ეს არის მხოლოდ ძალადობრივი მოქმედებების გამოვლინება. თქვენ ისიც რომ ნაციონალური მოძრაობა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ასევე აფასებს პოლიტიკურ დევნად და აქვს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია და გარდა ამისა ორმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელოს ამ საკითხზე. ამ მოთხოვნებს უკვე იცნობს უმრავლესობა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კომისია არ შეიქმნება. ადგილი ჰქონდა სასამართლოზე ეწოლას და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ფაქტი ასევე მოითხოვს ძალიან სერიოზულ ყურადღებას, იმიტომ რომ საქართველოში კანონითაც მოქმედებს და ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების მიერ სასამართლოზე კონტროლის იმგვარად დამყარება, როგორც ეს უგულავას პროცესზე მოხდა, ძალიან ბევრი საფრთხის შემქმნელია ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის. დამნაშავეა თუ არა უგულავა, უნდა იყოს თუ არა ის მომავალში პატიმრობაში, თუ არ უნდა იყოს, იქნება თუ არა ის მომავალში, როდესმე კიდევ მერი თუ არ იქნება, ამას გადაწყვეტს სასამართლო და საზოგადოება და ხალხი. არანაირი პოლიტიკური ძალა, არანაირი ამ შემთხვევაში უმრავლესობა, არანაირი მთავრობა ამ საკითხებში არანაირ ჩარევას არ ახორციელებს. ეს მინდა გითხრათ მთელი სერიოზულობით და ეს მთელი ატეხილი კამპანია, რომელსაც ხონდა ეს დღეები ადგილი არის ძალიან ცუდი, უბრალოდ ვიტყვი ძალიან ცუდი მათი მხრიდან, იმიტომ რომ ეს კიდევ ახდენს ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია. არანაირი საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება. არ შეიქმნება უგულავასთან დაკავშირებით არანაირი საპარლამენტო კომისია, ვინაიდან ეს არის სასამართლოს პრეროგატივა, სასამართლო იმჟელა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც აღკვეთე ღონისძიება ჰქვია და იმჟელებს მომავალში არსებითად განხილვის ფარგლებში. გიგი უგულავასათვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საკრებულოშიც ნაციონალური მოძრაობის წევრები. უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ასევე უკავშირებენ დავით ნარმანიას და ხელისუფლების მიზანს ხელი შეეწყოს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას. განცხადება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკრებულოში უმრავლესობამაც გააკეთა. არაფერში ქართულ სისტემას არ სჭირდება ვინმესთვის გზის მოსუფთავება, მას აქვს საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შესაბამისად პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც ვითარდება, არის მხოლოდ სამართლებრივი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იყო მთავარი დამგეგმავი და განმახორციელებელი იმ ფინანსური მაქინაციების, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების მანძილზე თბილისის მერიაში, ამიტომ ყველაფერი სამართლებრივი ლოგიკის ფარგლებში თავსდება და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი სამართლიანობის ზეიმის და არა თქვა ამ თვალსაზრისით რამე პოლიტიკური დივიდენდების მიღების აბსოლუტური უსმნელობა და არაადეკვატურობა გიგი უგულავას მიმართ, რომელს მიმართაც როგორც უგულავას უყვარს ხოლმე თქმა, ბავშვმაც კი იცის ვინ არის გიგი უგულავა, აქვს ათობით და ამის შესახებ არაერთი დოკუმენტაცია მაქვს წარმოდგენილი, სქემა, გაშიფრული, დამადასტურებელი, ათობით, ასე თქვა, ასეთი ოპერაცია აქვს განხორციელებული.
ხელისუფლების მხრიდან განხორციელებ ქმედებები ემსახურება ორ მიზანს. დავასახელებ პირველი გახლავთ ის, რომ მოხდეს მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურება და პოლიტიკური ველი მოსუფთავდეს ურეიტინგო დავით ნარმანიასთვის. ამავდროულად მეორე მიზანი ამ ყველა ღონისძიების ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ მოხდეს საზოგადოების ყურადღების გადატანა და გაფანტვა და გადაფარვა იმ ჩავარდნების, რაც აქვს ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებებით. ამავდროულად მე მინდა მიმართო საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს და უმრავლესობაში მოკალათებულ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეულ სატელიტებსა და მსტოვრებს, რომ მიუხედავად მათი ძალისხმევისა და მცდელობისა ვერ მოხდება მერიის პარალიზება. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცოტა ხანში არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებენ. მადლობთ ელისო, ეს ელისო ჯარიაშვილი იყო.